რატომ გაახსენდათ მაღალმთიან რეგიონებში მოსული უხვინალექის სტიქიის თითქმის ერთი კვირის თავზე, რომ მილიონებად ნაყიდი ვერტმფრენებისთვის უნდა შეესყიდათ კონკრეტული მასალები, წებოები, ტექნიკა იმისთვის, რომ ეს ვერტმფრენები ამუშავდეს. სწორედ ამ კითხვებს უნდა გასცეს სასაზღვრო პოლიციამ პასუხები. შაბათის ეთერმა მოიპოვა განკარგულება, ის თარიღდება 28 თებერვლით. სწორედ 2 დღის წინ ირაკლი კობახიძემ გასცა განკარგულება, რომ მათ შეესყიდათ აღნიშნული ევროპული ტიპის ვერტმფრენებისთვის მასალები, წებოები და სწორედ ეს სახარჯი მასალები არის საჭირო იმისთვის, რომ ეს ვერტმფრენები გამოყენებული ყოფილიყო. სწორედ ეს განკარგულება, ამ განკარგულებით ირკვევა, რომ უწყებებმა რეაგირება დააგვიანეს. კორუფციის მკვლევარები აცხადებენ, რომ ამ განკარგულების მიხედვით ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ უწყებები, რომელსაც რეალურად აკისრია პასუხისმგებლობა ადამიანების უსაფრთხოებაზე, რომ გაუმკლავდნენ სტიქიას და ადამიანების სიცოცხლეზე იზრუნონ, უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ, გულგრილობა გამოიჩინეს და დაგვიანებით მოახდინეს რეაგირება. სწორედ მათ იცოდნენ ბევრად ადრე, რომ სტიქია და უხვინალექი იყო მოსალოდნელი. შაბათის ეთერმა მათ შორის ჩაწერა გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ სტიქიამდე ბევრად ადრე, რამდენიმე დღით ადრე მათ გამოაქვეყნეს არაერთი საჯარო განცხადება, რომ მაღალმთიან რეგიონებში იყო მოსალოდნელი უხვინალექი თოვლი. ეს მათ გაუგზავნეს კონკრეტულ უწყებებს რეგიონებში, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებას, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა როგორც ჩანს რეაგირება არავინ მოახდინა ამ აღნიშნულ განცხადებებზე, თუმცა ირკვევა, რომ ბევრად ადრე იცოდნენ, რომ ეს უხვინალექი იყო მოსალოდნელი და ფაქტობრივად კორუფციის მკვლევარები აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ ადამიანები გაწირა და მათ რეაგირება არ მოახდინეს. ამ დოკუმენტით მტკიცდება ის, რომ ჭირდებათ ნაწირები და ჭირდებათ გადაუდებელი აუცილებლობით. უკვე ნაწილი რომ გადაუდებელი აუცილებლობით გჭირდება, უკვე პრობლემა არის. იმიტომ რომ სასაზღვრო პოლიციამ და საგანგებო სიტუაციების სამსახურმა უნდა გათვალოს და დააყენოს საჭირო მარაგები, რომ არ გახდეს გადაუდებელი აუცილებლობით ყიდვა. პრობლემა ქართული ოცნების ამ სტიქიური უბედურებების დროს არის სწრაფი რეაგირება. სახელმწიფო სტიქიის ბუნებრივი კატაკლიზმების აცილება შეუძლებელია, ამიტომ აუცილებელია სწრაფი რეაგირება ყველა მსგავს შემთხვევაზე. მნიშვნელოვანია სასაზღვრო პოლიციამ გააკეთოს განცხადება, რომ რატომ დაჭირდათ გადაუდებელი აუცილებლობით ისეთი მარაგი ნაწილების ყიდვა, როგორიც არის წებო, როგორიც არის ჰერმეტული მასალები, ეს არ იყო, არ ქონდათ, მარაგები ვერ დააყენეს თუ კიდევ სხვა უფრო დიდი პრობლემის წინაშე ვართ. საქართველოს ხელისუფლებამ, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ იცოდა მოსალოდნელი ამინდის შესახებ. უბრალოდ არაფერი არ გააკეთა და ადამიანები დატოვა განსაცდელში. შესაბამისად, ამაზე მოუწევთ სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა. და 28-ში, 25-ში, 26-ში შესყიდული მომსახურება თუ საქონელი, ეს ყველაფერი უკვე არის დაგვიანებული. თავრობის განკარგულება არის 28 თებერვლით დათარიღებული, როდესაც მათ გადაწყვიტეს ჩვენი ფრანგული ვერტმფრენისთვის ნაწილების შეძენა, იმისთვის რომ მან გამართულად იფუნქციონიროს. მაშინ როცა უკვე კრიზისი ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოში. გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 3 დღის წინ იყიდა 3 თოვლმავალი იმისთვის, რათა ადეკვატურად უპასუხოს სტიქიის ზონაში მოსახლეობის საჭიროებებს. ისიც აღსანიშნავი არის, რომ სხვა ვერტმფრენებისთვის, რომელიც ჩვენს ბალანსზე ირიცხება, ზუსტად 1 კვირის წინ განხორციელდა დაახლოებით 3,5 მილიონი დოლარის შესყიდვები, რათა მათაც გამართულად შეძლოს ფუნქციონირება. ანუ ყველაფერი ეს აჩვენებს, რომ არც ერთი სახელმწიფო უწყება არ იყო მზად სტიქიის დაწყებამდე. ეს ყველაფერი გულგრილობასაც გულისხმობს, მეორე მხრივ არასწორ მენეჯმენტს და მესამე, რაც უმთავრესი არის, ეს არის კორუფციაში ღრმად ჩართულობა. აღნიშნული ვერტმფრენები შეიძინა სახელმწიფომ გასულ წელს და მაშინ აცხადებდნენ, რომ ის შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო სწორედ მაღალმთიან რეგიონში იმ რელიეფზე, სადაც საჭირო იქნებოდა, რომ დახმარებოდნენ მოქალაქეებს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს ქართულმა ოცნებამ, უწყებებმა არ გამოიყენეს და უფრო მეტიც ახლა ირკვევა, რომ საჭირო გახდა დამატებითი მასალის შესყიდვა იმისთვის, რომ აღნიშნული ვერტმფრენები გამოეყენებინათ, თუმცა აღმოჩნდა ისიც, რომ ეს განკარგულება გაიცა ასევე დაგვიანებით, მაშინ როდესაც უკვე სოფლები მოწყვეტილია გარესამყაროს, ადამიანები ითხოვენ დახმარებას, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა სტიქიის გამო და ამავდროულად შაბათის ეთერმა მოიპოვა
25 თებერვლი დათარიღებული წერილი ამ შემთხვევაში თემურ მღებრიშვილი წერილს უგზავნის ვახო გომელაურს და სთხოვს რომ ისეს ნებართვა მათ შეიწყიდონ 3 თოვლმავალი რადგან ეს გახდა საჭირო რომ გამოეყენებინათ სტიქიის ზონაში თუმცა აქვე ირკვევა რომ ეს წერილი გაეგზავნა მღებრიშვილის მხრიდან ვახო გომელაურს ასევე დაგვიანებით რადგან 25 თებერვალს უკვე მრავალი სოფელი რეგიონებში იყო უკვე გარე სამყაროს მოწყვეტილი და ადამიანები ითხოვდნენ დახმარებას. მადლობა ნინო, ეს ნინო ელიკაშვილი იყო.